მოგესალმებით, პატივცემულო სტუმრებო. მივესალმები ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯოზეფ ბორელს. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ჩამორძანებისთვის. ეს არის სასახა გზავნილი, რომ ევროკავშირი დას საქართველოს გვერდით და ქართული ხალხის გვერდით. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბორელს კიდევ ერთხელ. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ჩვენ გასულ წელს მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რომელიც იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ამისთვის მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენი მადლიერება. ეს ნამდვილად იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი და იგი მოითხოვს გრძელვადიან ვალდებულებებს, დიდ პასუხისმგებლობას. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული, გაცნობიერებული. სწორედ ამ მიზნით და ამ სულისკვეთებით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. მას შემდეგ რაც გადმოგვეცა 12 რეკომენდაცია, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, საქართველოს პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად და სხვა აქტორებთან ერთად გასწიეს უზარმაზარი სამუშაო. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ თუ რა სამუშაო იქნა გაწეული ჩვენი მხრიდან. ჩვენ პირველ რიგში ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ ვართ მზად შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები. ჩვენ უზრუნველყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი. ჩვენ თავიდანვე მოვიწვიეთ ყველა დაინტერესებული მხარე, ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიციაც. ჩვენ კარი გავუღეთ მათ, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ყველა დაინტერესებული მხარე იქნა მოწვეული ამ პროცესში. რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა უარი ამ პროცესში მონაწილეობაზე. უფრო მეტიც სამწუხარო დაფიქსირდა მათი მხრიდან სისტემატიური საბოტაჟის და დესტრუქციის ფაქტები, რაც რა თქმა უნდა არ იყო ძალიან კარგი და უფრო მეტიც ეს ვფიქრობ დამაზიანებელი იყო ამ პროცესისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად საქართველოს მთავრობამ, მმართველმა პარტიამ, პარლამენტმა გასწია უზარმაზარი სამუშაო. 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა მიღებული. შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. ეს ყველაფერი ემსახურება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას, კანონის უდანესობის შემდგომ განმტკიცებას და საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო გაძლიერებას. აქვე მინდა გითხრათ ბატონო ჯოზეფ, რომ ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია. დარჩენილი არის რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ აქტიურად მუშაობთ. ერთ-ერთი არის დეოლიგარქიზაცია. ჩვენ ამის თაობაზე ქონდა კონსულტაციები ევროკომისიასთან, მე პირადად ქონდა საუბარი ჩვენს კოლეგებთან. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი რეკომენდაციები, ჩვენ არ მივიღეთ კანონი. ამის ნაცვლად ჩვენ ახლა მუშაობთ და ძალიან მალე ერთ-ორ კვირაში მივიღებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც სრულად ასახავს აი ამ რეკომენდაციის სულისკვეთებას. რაც შეეხება კიდევ ერთ რეკომენდაციას, რომელიც არის პროცესში, ეს ეხება სასამართლო რეფორმას და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელებთ ზოგადად სასამართლო სისტემაში, რომ უფრო გამხდარიყო ინკლუზიური, გამჭვირვალე, უფრო მეტად ანგარიშვალდებული. ბოლო 10 წლის განმავლობაში სასამართლო განიცადა სრული ტრანსფორმაცია, მე მინდა გითხრათ და დღეს სასამართლო არის
მართლაც სანიმუშო სისტემა უნდა ითქვას, ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან მაღალი საქართველოში და ზოგადად ევროპული სასამართლოების ნდობის თანაბარი მაჩვენებელი აქვს ჩვენ სასამართლოს. ამას გარდა ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიიდან საბოლოო რეკომენდაციებს ოქტომბრის თვეში. ჩვენ მანამდეც გვექნება რა თქმა უნდა თქვენთან კონსულტაციები და ამის შემდეგ მოხდება საბოლოო ცვლილებების განხორციელება. რჩება კიდევ ერთი რეკომენდაცია, შეიძლება ითქვას შეუსრულებელი, რომელიც არის დეპოლარიზაცია. ეხლა დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური და რთული საკითხი, ზოგადად ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნებისმიერ დემოკრატიისთვის დამახასიათებელი არის განსხვავებული აზრი და ჩვენ ამას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, 9 პარტია შევიდა პარლამენტში 2020 წელს. გვაქვს თავისუფალი მედია, ძალიან ძლიერი ოპოზიციური არხები, მედია საშუალებები და რა თქმა უნდა ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პოლარიზაცია შემცირდეს. მაგრამ რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენს ნებაზე და ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება. ახლა მთავარი მინდა ვთქვა ბატონო ჯოზეფ, ზოგადად სამწუხაროდ რაც დავაკვირდით ჩვენ ბოლო ერთ წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით მოიმატა. იმიტომ რომ საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები თავისი ბუნები, თავისი გამოცდილებით, მე გულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს. და სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, თავარი სასპეკულაციო საგანი, სწორედ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამას იყენებენ რადიკალური ძალები იმისთვის, რომ მოახდინონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და იქნება მომავალშიც, რომ ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის, რომ საერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს, საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს, რომ ქვეყანა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რა თქმა უნდა, ამავდროულად ჩვენთვის თავარი პრიორიტეტი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის. მე აქვე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მეგობრებს, რომ ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი და რასთავარია ხელშესახები რეფორმები. თუ ვინმემ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში მიაღწია კონკრეტულ შედეგს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის ქართული ოცნება, მმართველი პარტია. ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, მივიღეთ ჩარშან ევროპული პერსპექტივა. და მე მჯერა და ჩვენ იმედი გვინდა გამოვთქვათ, რომ ოქტომბერში ევროკომისია დადებითი რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს. და წლის ბოლოს ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ კარგად გვესმის ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ალბათ ასეთი გამოწვევის წინაშე არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყანა, არამედ მთლიანად ევროპა, ევროპის კონტინენტი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში და აგრესიამ და ომმა, რომელიც მიმდინარეობდა, რომელიც არ ჩერდება, შეცვალა მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი. იცვლება საერთაშორისო წესრიგი, წესებზე დაფუძნებული
წესრიგი, რაც რა თქმა უნდა არის დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვისაც. ვინაიდან მით უმეტეს ჩვენი ქვეყანა და მე ეს მჯერა რომ თქვენ კარგად გესმით და ჩვენს ევროპელ მეგობრებს განსაკუთრებულ მდგომარეობაშია. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩვენ სპეციფიურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის 20% არის დღესაც ოკუპირებული. ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსული საოკუპაციო ჯარები. პირველი ომი ჩვენ გადავიტანეთ 28 წელს, ეს იყო დამანგრეველი ომი, რამაც ასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პოლიციელები, სამოქალაქო პირები. ჩვენ ეს ასე ვთქვათ მძიმე ფასი გვაქვს გადახდილი. ამას გარდა მე მინდა შეგახსენოთ, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი თანამონაწილეობა ზოგადად სოფლიოში მშვიდობის დამყარების პროცესში. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საიმედო და სანდო პარტნიორი ნატოს მისიებისთვის. ავღანეთში, ერაყში, ასევე ევროკავშირის ეგიდით გამართულ მისიებში, ცენტრალურ აფრიკაში. ჩვენ ყველგან მოვახდინეთ დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ დახმარებას, არამედ ჩვენ თავად ვართ მონაწილენი და შეგვაქვს კონტრიბუცია საერთო მიზნების მისაღწევად. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების 55%-ზე მეტი და თავისუფალი ვაჭრობის 60%-ზე მეტი. და ამ პროცესს მე თავად ხელმძღვანელობ, ჩვენ გვაქვს ევროინტეგრაციის უწყებაჩორისი საბჭო, რომელსაც მე ხელმძღვანელობ და უწევთ კოორდინაციას აი ამ პროცესს. მე ასევე ღიად ვესაუბრე ბატონ ბორას და მის დელეგაციას. მე მას გადავეც ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ საქართველო და ქართული ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალური, არც ერთი მთავრობა და არც ერთი ქვეყანა არ არის იდეალური. ეს არის მუდმივი პროცესი, მუდმივი ჩართულობაა საჭირო. როგორც მე აღვნიშნე, ამ 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი არის შესრულებული, დარჩენილზე მე უკვე მოგახსენეთ. ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თქვენთან მუშაობა, თქვენს ოფისთან, ევროკომისიასთან. და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მმართველი პარტია, ხელისუფლება, ასევე პრეზიდენტიც, ოპოზიციაც, ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, მე ვიტყოდი, პოლიტიკური გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ უმაღლეს წარმომადგენელს ევროკავშირის და გთხოვთ სიტყვა გიძლევათ თქვენ. მადლობა. Thank you. დიდი მადლობა. Thank you, Prime Minister. დიდი მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრო. მოგესალმებით ყველას. Prime Minister, I am ბატონო პრემიერო, glad to be მე here in ძალიან Georgia. მიხარია რომ საქართველოში მყოფები. Last time I visited წინა ჯერზე Georgia was 16 საქართველოში 16 წლის წინ ჩამოვედი. It was just before the და war, ეს იყო ომამდე პერიოდი. and it's really moving და ნამდვილად to see how the country has changed. მიხარია როგორ შეიცვალა ქვეყანა მას შემდეგ. აბსოლუტურად შეცვლილია. I'm happy to hear და ძალიან
მიხარია რომ აი ამ პასუხისგებლობით ვარ ჩამოსული და გამოვხატავ თქვენს მიმართ და შეხვედრაზეც ვახსენე თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, ვისაც შევხვდით დღეს. და ასევე დღის განმავლობაში მექნება შეხვედრა ქალბატონ პრეზიდენტთან და მასაც ვეთყვი. სანამ ძირითად თემატიკაზე გადავალ, ნება მივოძეთ გამოვხატო ჩემი გულის წენა გურიაში გარდაიცვალა ბავშვი ამ მეწყერის გამო დღეს და ეს ძალიან მტკივნეულია. ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ ხალხი იძებნება. იმედია ჯანმრთელს ვიპოვით ყველას. სამი ძირითადი გზავნილი მაქვს თქვენთან და ქართულ ხალხთან. ჩემი ამ ვიზიტის პროცესში. პირველი გზავნილი ის გახლავთ, რომ უეჭველია, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა ჩამოსულიყავი საქართველოში და ჩაომეტანა ეს გზავნილი, პირადად ჩამომეტანა ქართული ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი ქვეყანაში და ვინახე ასეთი ძლიერი სულისკვეთება ქართული ხალხის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არა მარტო რიცხვია. მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ ბევრი ევროპული დროშა, რომ ფრიალებს საქართველოს და თბილისის ქუჩებში და კიდევ უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტია ვიდრე ბრიუსელში. ბატონო პრემიერო, თქვენ ნამდვილად ბრძანეთ და გავიგეთ, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას. და ასევე ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. ამაზე მქონდა საუბარი პარლამენტის წევრებთან. უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და თანამშრომლული სულისკვეთება უნდა ქონდეს უმცირესობას. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა, რაც შეეხება მთავრობას და მმართველ პარტიას. ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისათვის ერთად უნდა იმუშაოთ. იმიტომ რომ შემდეგი ნაბიჯები ევროპეიზაციის გზაზე დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე და მიღწეულ შედეგზე და შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად. ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ ეს ჩვენს დასკვნაში. ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ 3 მათგანი და დანარჩენი 9 პროცესია, შესასრულებელია. თუმცა დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად. უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია პოლიტიკური ლანდშაფტის, დეოლიგარქიზაცია, ეკონომიკური და პოლიტიკური და სოციალური სფეროების, სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. და მოკლე გზა ამის მისაღწევად არ არსებობს. ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობებისადმი. ჩემი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად. არა მარტო იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ ყოველდღიურობა, რომ გააუმჯობესოთ თქვენს მოქალაქეებს. ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება ქვეყანამ აიღოს. მე ჩემი ქვეყნის მაგალითზე ვამბობ ამას ყველაფერს. ყველაზე ძლიერი ტრანსფორმაციული ძალა. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნება მივოძეთ დავამატო ერთი რამ.
about the developments around რაც the შეეხება impeachment of the president. პრეზიდენტის იმპიჩმენტის This საკითხს. risk to further increase ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ყველა ინსტიტუტები უნდა მუშაობდეს ერთად providing together strong support. და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე. Georgia has the potential. საქართველოს აქვს ამის პოტენციალი წარმატებული იყოს ამ პროცესში. თქვენ გაქვთ ძლიერი ადმინისტრაცია, თქვენ გაქვთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და ჭირდებათ წარმატებისთვის თანამშრომლობა აი ამ ისტორიულ მომენტში. My second message მეორე გზავნილი is related to Russia's aggression. უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში. We are supporting ჩემ Ukraine მხარს უჭერთ უკრაინას and we will support და Ukraine as გავაგრძელებთ ამ პროცესს სანამ საჭიროა and we will conduct და clear კაფიოთ დავგმობთ international fora in this მოძალადეს და საქართველოს ხელს შეუწყობთ ამ პროცესში ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რომ იზოლირებული იქნეს რუსეთი და ძალიან მივიხსალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდით თავის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ კაფიოდ ითქვას და იქნეს აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოს და რუსეთს It is შორის. part of the alignment ეს of Georgia არის with our foreign policy. ის გზავნილი, რომელიც This is a commitment უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. That Georgia undertook საქართველოს under the association agreement. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირში წევრობა. ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, საომარი პროპაგანდა და სხვა That's why the European Union ინიციატივები. will continue ზუსტად supporting ამისთვის independent ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. The most important და thing ყველაზე მნიშვნელოვანი ისა ის, რომ ცოცხალი დემოკრატიული სისტემა არსებობდეს ქვეყანაში information is the blood of the და იყოს თავისუფალი ინფორმაცია. ინფორმაციის მიწოდება My არის first message აპრიორი მნიშვნელოვანი ამ პროცესში. ჩემი მესამე გზავნილი ეხება unwavering support to Georgia's ურყევ მხარდაჭერას საქართველოს and territorial integrity. დამოუკიდებლობის Long-standing ტერიტორიული commitment to peaceful ერთობის conflict და resolution in სუვერენიტეტის მიმართ. Georgia is today as strong დღეს as ever. ყველაზე ძლიერია ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან უკრაინაში რუსეთის შეჭრის And we will continue კონტექსტში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთად გომას These are not just და words. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. Backing this by ჩვენ concrete ამას actions and investments. ვამტკიცებთ კონკრეტული ქმედებებით, ინვესტიციებით, ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში და monitoring mission მონიტორინგის მისია ევროკავშირიდან, რომელიც ქვეყანაში უკვე 15 წელია მუშაობს. during 15 years. ამ 15 წლის განმავლობაში ყოველდღიურად მისია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფაში და დაძაბულობის შემცირებაში. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ სასაზღვრო ზონაში მე პირადად მექნება შესაძლებლობა, რომ ჩავიდე და ვნახო ადგილზე სიტუაცია and visit და this mission. და ამ მისიის ოფისაც ვეწლიო. და ბოლოს I am also glad მე ასევე მიხარია, increasingly From strong security იზრდება defense operation. ჩვენი თანაშრომლობა უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი გაქვთ შეტანილი მსოფლიოში ამ მიმართულებით. On your side in helping თქვენს Georgia's მხარეს ვართ, defense რომ forces თავდაცვის ძალები გაძლიერდეს ქვეყანაში, ევროკავშირის მშვიდობიანი ინიციატივის ფარგლებში, ამისთვის დაფინანსებაც არის გამოყენებული და გამოყოფილი. ეს გადამწყვეტია სწრაფი რეაგირებისთვის და სიცოცხლის გადარჩენისთვის. ამას more assistance. აპრილში და მომდევნო თვეებში განვაცხადებთ. Minister, ბატონ პრემიერ-მინისტრო citizens of და Georgia, საქართველოს მოქალაქეებო, I am concluding by მე saying ვასრულებ ჩემ გამოსვლას იმ სიტყვით, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია კონდეს იმედი ევროკავშირის მხარდაჭერის. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს წარმატებას მიაღწიოს ევროპეიზაციის გზაზე. ჩვენ გვინდა თქვენ რომ გაიმარჯვოთ და ამისათვის also ჩვენ
ყველა მხარდაჭერას მოგასვლით, რაც საჭირო იქნება ამისთვის. დიდი მადლობა. ეხლა შეგვიძლია კითხვებს უპასუხოთ. ანა ბროლაძეს პირველი არხი საზოგადოებრივი მაუწყებელი. ბატონო ბორელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამოგზანება ევროპული პერსპექტივის მქონე საქართველოში და იმედია დაბრუნდებით კანდიდატ საქართველოში და სწორედ სტატუსს ეხება ჩემი შეკითხვაც, რადგან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დისკუსიების თემა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში და გკითხავთ, როდესაც საუბრობთ, რომ ელიტ რეფორმებს 9 ნაწილობრივ შესრულებულად ჩათვალა ევროკომისიამ ზეპირის შუალედური ანგარიშის მიხედვით. რა არის ის მიმართულებები, სადაც გსურთ, რომ დაინახოთ უფრო მეტი პროგრესი და როდესაც იმედს გამოთქვამთ, რომ პოლიტიკური სპექტრი შეძლებს ერთობლივად მუშაობას. რამდენად არის მოლოდინი, რომ ეს მოხერხდება იმის ფონზე, რომ დრო დარჩენილი არის იმაზე მცირე, ვიდრე იყო გასული 1 წლის განმავლობაში, როდესაც პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ შეძლო ერთად მუშაობა და ბატონო ირაკლი. ღია გზავნილების და კარს მიღმა მოსმენილი დისკუსიის შემდეგ. როგორი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პროგნოზი ოქტომბრის თვეში, როდესაც მოვისმენთ ევროკავშირის მხრიდან რეკომენდაციას, გასცემთ თუ არა კომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციას? მადლობა. მადლობა. მე მგონი უკვე განმარტე, რომ 12 პრიორიტეტი გვაქვს ჯამში, ყველანი მნიშვნელოვანია, ყველა 12-ვე და ეხება იმ რეფორმებს, რომელიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში. არა ბრიუსელისთვის, არამედ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ცხოვრება, დემოკრატია და მე ეს ყველა დავასახელე. მიმაჩნია, რომ არის დრო და არის ძალისხმევა გასაწევი. და თქვენ იცით, რომ ეს პროცესია ევროკომისია გამოაქვეყნებს უკვე გაფართოების შესახებ დასკვნას, მასში იქნება ქვეყნების შესახებ ანგარიში. ყოველ ანგარიში იქნება სტატუსი მიღწეული შედეგის და პროგრესის. აქვე იქნება რეკომენდაციები შემდგომი ეტაპისთვის. ყველა წევრი სახელმწიფო ამ ქვეყნებს მისცემს რეკომენდაციებს და წლის ბოლოს წევრი სახელმწიფოები მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას და გიდასტურებთ, რომ მიმაჩნია, რომ ნამდვილად შესაძლებელია წარმატების მიღწევა ამ პერიოდში და მოლოდინი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი, იმიტომ რომ სრულად ვარ დაწუნებული, რომ ძალისხმევა ჭირდება ამ რეკომენდაციებს არსებობს. მადლობა შეკითხვისთვის. მე მინდა ასევე უპასუხო თქვენს პირველ კითხვას, რომელიც დაუსვით ბატონ ბორელს. ჩვენი გუნდი ფიქრობს, რომ ჩვენი მხრიდან გაკეთდა მაქსიმუმი, რის გაკეთებაც იყო შესაძლებელი აი ამ მოკლე პერიოდში. ჩვენ მოვისმენთ შეფასება, რომ 3 რეკომენდაცია არის სრულად შესრულებული და დანარჩენზე განსხვავებული მოსწრებები არსებობს ჩვენი მხრიდან, ამაში გვაქვს განსხვავებული მიდგომა. არსებობს მოსწრება, რომ 9 რეკომენდაცია არის ნაწილობრივ შესრულებული, რამდენიმე არის დარჩენილი, რაც მე ვისაუბრე. ძირითადად მე გამოვყავდი 3 რეკომენდაციას, რომელზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახლა, ეს არის დეპოლარიზაცია, მაგრამ აქ ჭირდება რა თქმა უნდა ჩვენ ოპოზიციის ჩართულობა. მეორე ეს არის დეოლიგარქიზაცია, ამაზე ჩვენ ძალიან მალე ერთ კვირაში დავასრულებთ მუშაობას და წარმოვადგენთ სამოქმედო გეგმას, ხედვას, როგორი უნდა იყოს ამ საკითხის დარეგულირება, როგორი უნდა დარეგულირდეს საკითხი ჩვენს ქვეყანაში და მესამე ეს არის სასამართლო რეფორმა. რაზეც მე ვცად ვისაუბრე, ძალიან ბევრი რამ შესრულდა, ველოდებით რეკომენდაციებს ვენეციის კომისიიდან და ამის შემდეგ მოხდება ამ რეკომენდაციის სრულად შესრულებაც. ეხლა რაც იყო ჩემს პროგნოზს, თქვენი კითხვა იყო, თუ როგორი განცდა დამჭა ამ საუბრებიდან. მე რა თქმა უნდა არ მინდა მოვლენებს გავუსრო და არ მინდა ჩემი მოლოდინები საჯაროდ გითხრათ ახლა გაგიზიაროთ. მე ვისურვებდი რომ დაველოდოთ ჩვენ ერთად. მე მინდა კიდევ ერთხელ იმედი გამოვთქვა რომ ევროკომისია მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ჩვენ სხვას არაფერს არ ვითხოვთ. ჩვენ არასოდეს არ მოგვითხოვია იმაზე მეტი რამდენსაც ვიმსახურებთ. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. შარშან რა თქმა უნდა, როცა მიიღო სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ ბონუსად მე ასე ვითხოვდი, მე ამას ვეძახი ბონუს, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით რა თქმა უნდა ჩვენ მეგობარ სახელმწიფოებში
არსებული მდგომარეობა, სიტუაცია, ჩვენ რა თქმა უნდა არავის არ ვედრებით, ჩვენ მხოლოდ გვიხარია მათი წარმატება. მე ახალს მინდა დავადასტურო ჩვენი ხარდაჭერა უკრაინის მიმართ, უკრაინის ხალხის მიმართ და მოლდოვას მიმართ. მაგრამ მათ მიეცათ ავანსად სტატუსი. და უთხრეს რომ თქვენ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები, რეკომენდაციები. ჩვენ შემთხვევაში იყო პირიქით, ჩვენ გვითხრეს რომ ჯერ უნდა შეასრულოთ ვალდებულებები და მერე მოგცემთ ამ ავანსს თუ ასე ვთქვათ სტატუსს და რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის იყო საკმაოდ სამწუხარო. ვფიქრობთ ეს იყო უსამართლო, იმიტომ რომ საქართველოს ძალიან ბევრი რამ გააკეთა ბოლო 10 წელიწადში განსაკუთრებით და ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ დღესაც ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის მოწინავე ქვეყანა, იგივე მედია თავისუფლების მიმართულებით, ადამიანის უფლებების მიმართულებით, ანტიკორუფციული პოლიტიკა, სასამართლოს რეფორმა, ეკონომიკის განვითარება, ყველა მიმართულებით, სოციალური პოლიტიკა, თუ იგივე მთავრობის გამჭვირვალობა, ჩვენ ყველა პარამეტრით ვართ მოწინავე ადგილზე. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გავემეორო, რომ დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მით უმეტეს და განსაკუთრებით მინდა მძაფრად აღნიშნო არსებული სიტუაცია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკომისია სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და ქვეყანას წაახალისებს. ქართულ ხალხს დაუფასებს და ჩვენ მთავრობას და ჩვენ ხელისუფლებას თლიანად ყველას აი იმ ერთგულებას, რომელიც ჩვენ გამოვიჩინეთ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი საქმით და ჩვენი ძალიან მტკიცე ასე ვთქვათ მოწოდებით, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დავაახლოვოთ ევროკავშირს. აი ეს არის ჩემი პასუხი, რა თქმა უნდა მე სხვა პროგნოზებზე არ მინდა საუბარი. იმედი მინდა გამოთქვა, რომ ოქტომბერში იქნება პოზიტიური რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მადლობა. მოგესალმებით, საფუპერიძე, ტელეკომპანია იმედი. მე მაქვს კითხვა როგორც ბატონ ბორელთან, ასევე ბატონო ირაკლი თქვენთან, ერთი კონკრეტული კითხვა. 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და პირველი პუნქტი, რომელზეც საქართველოში ყველა აღიარებს, რომ ეს ყველაზე რთული პუნქტი გამოდგა, დეპოლარიზაცია, მართველი პარტიის არგუმენტია, რომ ამას მხოლოდ ხელისუფლება ვერ შეძლებდა. თქვენ ალბათ იცით ის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც გასული წლის ზაფხულში ჩვენმა ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. თუ განმეორდება იგივე სცენარი და თუ მაგალითად დეკემბერშიც ისევ დარჩება საქართველოს კანდიდატის სტატუსის გარეშე, როგორ ფიქრობთ, გაღრმავებს თუ არა ეს ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას, როგორი არის თქვენი პროგნოზი ამ მიმართულებით? მადლობა. Well, look, the polarization of your internal life is პოლარიზაცია თქვენი შიდა პოლიტიკური ლანდშაფტის არის ის საკითხი, რაც მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ გადაწყვიტონ. ამ მიმართულებით ჩვენ გავლენა ვერ გვექნება, ჩვენ ვერ ჩავერთვებით პოლიტიკური ცხოვრების პოლარიზაცია თქვენი პრეროგატივაა. ამ საკითხზე საუბარში შეცვლაც იქნებოდა ჩარევა შიდა ცხოვრებაში. ამის გაკეთება არ მინდა. თქვენ უნდა მოახერხოთ გაერთიანება. მე პირადად ვიცი, რომ დემოკრატია გულისხმობს განსხვავებულ მიდგომებს, განსხვავებულ გადაწყვეტებს, ოპოზიცია აკრიტიკებს მთავრობას, მთავრობა არ ეთანხმება ოპოზიციას. ეს ყველა ქვეყანაში ასეა, ყველა დემოკრატიული პროცესი ასე ხასიათდება, მაგრამ როდესაც კრიტიკა გადადის სხვა მიმართულებით, როდესაც არ არსებობს თანამშრომლობა, როდესაც არ არსებობს ინკლუზიურობა, როდესაც პოლიტიკური დებატების ხარისხი არ შეაძლებინებს მხარეებს თანამშრომლობას და ეროვნული ძალისხმევა და სულისკვეთება არ აისახება, მაშინ ეს აზიანებს პროცესს. და ჩემი მოწოდება ყველასადმი ის არის, რომ გამოიყენეთ ეს შანსი, რომ იყოს ეროვნული ძალისხმევა. უმრავლესობა უნდა იყოს ინკლუზიური, უმრავლესობა უნდა იყოს თანამშრომლობითი. და ჩემი ბერკეტი ამ შემთხვევაში მინიმალურია. პოლიტიკურ ძალებს აქვთ აქ სათქმელი. მადლობა შეკითხვისთვის. მე შემდეგნაირად გიპასუხებდით. მე მიმაჩნია, რომ
პოლარიზაცია არათუ შემცირდა მოყოლებული შარშანდელი გადაწყვეტილებიდან როცა არ მიეცა სტატუსი საქართველოს არამედ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა და მე ახსენი ვრცლად ჩემს სიტყვაში რომ ყველაზე ანტიევროპული ძალები და რადიკალური ძალები იყენებენ ამ საკითხს უფრო მეტი პოლარიზაციისთვის პოლარიზაციის გაღრმავებისთვის ის ძალები რომელთაც არაფერი გაუკეთებიათ რეალური ხელშესახები ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციისთვის ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან მარტივი ასახსნელი და ლოგიკური იქნებოდა გვეთქვა რომ რა თქმა უნდა სტატუსის არ მოცემის შემთხვევაში პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება ამიტომ თუ ჩვენს და მე მინდა ჩემი ღრმა იმედი გამოთქვა ჩვენს ევროპელ მეგობრებს სურთ ნამდვილად პოლარიზაციის დასრულება საქართველოში მაშინ ქვეყანამ წლის ბოლოს ყველა ამ ფაქტორის გარემოების გათვალისწინებით რაც არის გეოპოლიტიკა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და ასე შემდეგ უნდა მისცეს კანდიდატის სტატუსი ეს როგორც მინიმუმ გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს ეს არის ჩემი გულწრფელი პასუხი და შეფასება მოგესალმებით თათია წოწონავა ტელეკომპანია მთავარი არხი დიდი მადლობა ამ ვიზიტისთვის და ამ შესაძლებლობისთვის ჩემი კითხვა იქნება ბატონ ბორელთან მე მინდა კითხოთ იმ მაჩვენებელზე რომელიც აქვს საქართველოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოებასთან თანხმედრაში ეს არის 53% წელს ყოველ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი აქვს ჩვენ ქვეყანას მინდა გაგახსენოთ ხელისუფლების ის პოლიტიკური ნაბიჯები რომელიც გადადგა მმართველმა გუნდმა მას შემდეგ რაც ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად და ამაზე თქვენ საუბრობთ უკვე 2 დღეა მანამ სანამ ჩვენ ველოდებოდით შარშან ივნისში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხელისუფლებამ დაახლოებით 1 თვის ადრე დააკავა ყველაზე დიდი დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებელი აბსურდული ბრალდებით ამის შემდგომ უკვე როდესაც საქართველო გამოეთიშა ასე ვთქვათ ასოცირებულ ტრიოს უბრალოდ მივიღეთ უფრო ნაკლები ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული პერსპექტივა ამის შემდგომ იყო აქციები საქართველოში დასავლეთის მხარდამჭერი ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა მათ ამ აქციის მონაწილეების დისკრედიტაციას ამის შემდგომ იყო რუსული კანონად წოდებული კანონპროექტი ასევე მუდმივი თავდასხმა ჩვენ დასავლელ პარტნიორებზე ომში ჩართვის მცდელობაში დადანაშაულება ასევე რუსეთთან პირდაპირ ფრენების გახსნა სანქცირებული პირების საქართველოში შემოშვება და ახლა სულ ბოლოს უკვე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი რაზეც თქვენც ისაუბრეთ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მინდა გკითხოთ ვინ იქნება პასუხისმგებელი თუ საქართველო დაკარგავს ამ შესაძლებლობას რომელიც აქვს მოცემული ამ ფანჯრით I understood that you მე გავიგე რომ თქვენ მეკითხებოდით მრავალ ფაქტორზე საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების მიმართულების მიღმა რომელიც უკავშირდება კონკრეტულ შემთხვევებს რომელიც საქართველოში მოხდა რომელზეც მე პირადად პასუხს ვერ გაგცემთ ასევე თქვენ ბრძანეთ მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე This is easy to be answered. ამაზე პასუხი მარტივი ეს არის ხმაური ეს არის ხმაური პროპაგანდა დეზინფორმაცია It's crazy to believe that the European Union wants to use შეშლილობა იქნება რომ ევროკავშირში ვინმე მიფიქროს რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა არ მოусმინოთ მე ძალიან ვწუხარ რომ ესეთი ხმები მცდარი ხმები ვრცელდება იმიტომ რომ ეს ქმნის პრობლემას ხალხის მოსაწამლად ხდება ეს ყველაფერი რომ გზავნილები შეილახოს რომ უნდობლობა წარმოიქმნეს ქვეყანაში რუსული პროპაგანდა არის ძალიან ინტენსიური ქვეყანაში და ასეთი მიმართულებით მათ თავი აქვს გამოჩენილი
მთავრთა მსოფლიოში. რაც შეეხება თანხმედრას ჩვენს პოლიტიკაში, we are a club ჩვენ of states issues of external გვაქვს მიმართულება, რომელზეც კონსენსუსის და ერთსულოვნების პრინციპით მუშაობთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ერთიანი მიდგომა გქონდეს, როდესაც ჩვენ ვცდილობთ შეთანხმების მიღწევას. ჩვენ გვაქვს შიგადაშიგ განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ზუსტად ამიტომ მოვითხოვთ კანდიდატებისგან, რომ ჩვენი პოზიციის თანხმედრი იყოს მათი პოზიცია. იმიტომ რომ როდესაც კანდიდატები გადაიზრდებიან წევრ სახელმწიფოდ, მათაც შეძლონ იგივე კეთება, იმიტომ რომ თავსებადი იყოს მათი პოლიტიკა. დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი. ასოციაციების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა. ჩვენ გქონდა პრემიერ-მინისტრთან ამაზე საუბარი და ძალიან თავაზიანად ვახსენეთ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. და გიდასტურებთ, ეს ის საკითხია, რომელიც უნდა გაუმჯობესდეს, ეს მაჩვენებელიც უნდა გაუმჯობესდეს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან თავის ავლის მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს და ეს უნდა იქნეს ხაზგასმით განმარტებული და ნახსენები. მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან უნდა მოვიდეს თავსებადობაში და ყველა ქვეყნის მოთხოვნაც ეს არის. მეც მინდა უპასუხო ამ კითხვას. სამწუხაროდ ეს არის კლასიკური ნიმუში დეზინფორმაციული ნარატივის, რომელიც ვრცელდება სამწუხაროდ დღესაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. კითხვის ავტორმა აქ მოიყვანა რამდენი მაგალითი, რომელსაც რა თქმა უნდა საფუძველი არ აქვს. ეს პირიქით მე ვფიქრობ ეწინააღმდეგება ჩვენს იდეას და მიზანს, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე დავახურდეს ევროპას, ევროკავშირს. რამდენი მაგალითი იქნა მოყვანილი, რაზეც მინდა გამოვიხმაურო. მე რა თქმა უნდა ცალკეულ კრიმინალურ кейსზე არ გავაკეთებ კომენტარს. მაგრამ მინდა შევახსენო კითხვის ავტორს და თქვენს ყველას მეგობრებო, რომ შარშან მაშინ როცა ქვეყანა ელოდებოდა გადაწყვეტილებას ევროპარლამენტში, მინდა რა თქმა უნდა აქვე მინდა განმარტო, რა თქმა უნდა ევროკომისია არის სხვა ინსტიტუცია და ევროპარლამენტი ცალკე მდგომი ინსტიტუცია და ამაზე მე რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ კაფეოთ მინდა გავავლო პარალელი, ასე ვთქვათ, განსხვავება. ევროპარლამენტში იქნა მიღებული რეზოლუცია აი სწორედ იმ რადიკალური ძალების და მათი ხარდამჭერი ლობისტური ჯგუფების ჩართულობით პირდაპირ ანტი, ასე ვთქვათ, სტატუსის მოწოდების მქონე რეზოლუცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა და დღესაც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და ჩვენს მიზანს, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი. ასევე მინდა ვთქვა, თქვენც ახსენეთ ბატონო ბორელ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ეს არის სამართლებრივი საკითხი. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ დემოკრატიას, ევროპული ტიპის დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც პირველ რიგში იცავენ და პატივსცემენ კონსტიტუციას, როგორც მთავარ კანონს. და ვინ თუ არა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი, ზოგადად ხელისუფლება უნდა იყოს მაგალითის მიმცემი როგორც კონსტიტუციის დაცვის, ასე მისი პატივისცემის. შესაბამისად ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი. რაზეც ფორმალური, ასე ვთქვათ, რეაგირება გავაკეთეთ ჩვენ მმართველმა პარტიამ და იქვე განმარტეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ ვიცით, რომ საკმარისი ხმების რაოდენობა არ გვაქვს პარლამენტში, რომ ფორმალურად, ასე ვთქვათ, მოხდეს იმპიჩმენტი პრეზიდენტის, ჩვენ ვცემთ რა პატივს და ვიცავთ რა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონებს
ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს, ჩვენ ვიყავით ვალდებული და იძულებული, რომ ეს ფორმალური, ასე ვთქვათ, რეაგირება მოგვიხდინა. შესაბამისად ამ გადაწყვეტილებას არავითარი კავშირი არ აქვს, არც აი ამ პროცესთან, რაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, გულისხმობ მე ევროინტეგრაციის პროცესს და ასე შემდეგ. ასევე მინდა გამოვეხმაურო თქვენ ახსენეთ და კითხვის ავტორმაც ამაზე გააკეთა აქცენტი, ზოგადად ჩვენი ხარდამჭერი რეზოლუციების მიმართ გაკეთებული ხარდაჭერა და თქვენ ახსენეთ კონკრეტული პროცენტი, რომელზეც ჩვენ ვართ დღეს. ეს არის 53% დაახლოებით. მე მინდა კიდევ ერთხელ შევაცნო ყველას ჩვენს მეგობრებს, რომ საქართველო არ არის დღეს არც ნატოს წევრი ქვეყანა და არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა დღეს მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების მოქმედებით და ამის დაცვით და ამის გააზრებით, ამის გათვალისწინებით. ჩვენი ქვეყანა შეგახსენებთ, რომ არის ოკუპირებული, 20% არის ჩვენი ტერიტორიის ოკუპირებული. ჩვენ არაღიარების პოლიტიკა გვაქვს განსაზღვრული როგორც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის და შესაბამისად იმ რეზოლუციებს და იმ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ არ უერთდებით, სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ ამას. იმიტომ რომ ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიის არაღიარების პოლიტიკას, საფრთხეს, რისკებს ვზომავთ და მხოლოდ ეს мотиваცია გვაქვს დამერწმუნით. სხვა შემთხვევაში, რაც არის, რაც უკავშირდება ზოგადად საკითხებს, რომელიც უკავშირდება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, სხვა საკითხებს, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ჩვენ სრულად უერთდებით და ვართ ერთ აზრზე. ევროკავშირთან ერთად. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ 500-ზე მეტ რეზოლუციას შევუერთდით. 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, მას შემდეგ რაც დაიწყო ომი. ასევე სანქციების თაობაზე მინდა შეგახსენოთ და მე როცა ვთქვი, რომ ეს კლასიკური დეზინფორმაციული კამპანიის მაგალითი, აი სანქციებზე ბატონო ბორელ, მინდა გითხრათ, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ორკესტრირებული კამპანია, დეზინფორმაციული კამპანია. აი ამ პოლიტიკური ძალის, რომელსაც ეს ტელევიზია წარმოადგენს, მათი ლობისტების, მათი ინტერეს ჯგუფების მიერ დაფინანსებული კამპანიები მთელ სოფლიოში, რომ საქართველო თითქოს არ ღვევს სანქციებს. რეალობა აღმოჩნდა შემდეგი, რომ როცა თქვენი წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, ასევე ამერიკის სანქციების მთავარი წარმომადგენელი და ასევე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, მათ ხმამაღლა და ღია თქვეს, რომ საქართველო სრულად ასრულებს აი ამ ვალდებულებებს და რომ სანქციების დარღვევის არც ერთი მაგალითი არ დაფიქსირებულა. აი ეს არის მაგალითი სიცრუესა და სიმართლეს შორის. სიცრუეს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი მიზანი, მათი მიზანი არის ქვეყნის დისკრედიტაცია, მათი მიზანი არის ის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანამ კიდევ უფრო მეტად დავაახლოვოთ ევროკავშირს. ფრენებზე მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ, თქვენ ახსენეთ და მინდა გამოვეხმაურო. რაჩება ფრენებს ჩვენ ამის თაობაზე კაფიოდ განმარტეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია, ავიაკომპანია და არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს და არ დაფრინავს საქართველოში. ასე რომ აქაც ჩვენ ვიცავთ დისციპლინას და აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ მუშაობთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ბოლო 3 წელი იზრდება ძალიან სწრაფად. ჩვენ ვართ დღეს სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა სოფლიოში. ბოლო 2 წელი ქონდა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა ჩვენ გვაქვს 7%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია არის დარეგულირებული 0.9% არის ინფლაცია. უმუშევრობა სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე, ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებული და მოვალეობა, ჩემი როგორც მთავრობის მეთაურის. ქვეყანა დავიცვათ და ქვეყანა გავაძლიეროთ. შემდეგ კითხვა.
მადლობა ბატონო ირაკლი, უბრალოდ შემდეგ კი. კითხვაში თქვენი განვლილი პოლიტიკური ნაბიჯები იყო მიმოხილული, მიდიას. გამარჯობა, მირიან გორგოძე, ტელეკომპანია რუსთავი 2. ბატონ ბორელთან აქვს ეს კითხვა და თუ შეიძლება ასე ბატონო ირაკლი თქვენ დიახ. კითხვა. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის მომხრე, რომ ქვეყანა მაქსიმალურად ინტეგრირდეს ევროკავშირში, ნატოში, ამის შესახებ თქვენც ისაუბრეთ, ბატონო ჯოზეფ. გასაგებია რომ ჩვენ ძალიან არ გვინდა ეს მოცემულობა დადგეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი დავდგებით ამ ფაქტის წინაშე, რომ წლის ბოლოს მივიღებთ უარს სტატუსთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, ხომ არ გააჩენს ეს საქართველოს მოსახლეობაში გარკვეულწილად სკეპტიციზმს ევროპისადმი, ხომ არ გააჩენს იმედგაცრუებას და ხომ არ იქნება ის გზავნილი საქართველოს მოსახლეობისადმი, რომ ისინი გარკვეულწილად ევროპამ ასე ვთქვათ მიატოვა. და აუცილებლად უნდა ვახსენოთ ასევე ის ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რაზეც თქვენს ისაუბრეთ, ცხადია პირველ რიგში გულისხმობა რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში რუსეთის შეჭრა საომარი მოქმედებები, რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, როდესაც საქართველოს 20% ამ დროისთვის არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის ნათქვამი უარი იქნება თუ არა, რა გზავნილი იქნება რუსეთისთვის? Yes. Look, please. Never ever say არასოდეს we have been abandoned by the არ თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს. არასოდეს. ესეთი რამ არასოდეს არ იქნება ჩემს მიერ მიღებული ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია. არც მიუტოვებია, არც მიატოვებს. ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული. თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები. თქვენზეა ეს საქმე. მე ნუ მეუბნებით. ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო ხო არ იტყვის, თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საქმე, ეს თემა, ეს საგანი. ამიტომ ჩვენი შეფასება არის ობიექტური. ნუ გექნებათ ეს განწყობა. თქვენ არავინ არ მიგატოვებთ. მთელი ძალისხმევა და ენერგია ჩადეთ ამ ვალდებულების შესრულებაში. ამ მოთხოვნების შესრულებაში. აი ეს არის კარგი და სწორი მიდგომა. ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1.3 მილიარდი ევროა მობილიზებული და ეს მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და საქართველოსთან გეგმები გვაქვს. ჩვენ ყველაფერი გვესმის ის ინტერესები, რაც საქართველოსთან ასოცირდება ჩვენს მხედველობაში და ჩვენს თვალში. ამიტომ საქართველო არის ჩვენი ინტერესთა მიმართულებით. თქვენ განა გვემუდარებით, ჩვენ გვინდა რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი. ამიტომ არის რომ ჩამოვედით და გესაუბრებით. საქმეა გასაკეთებელი. და დროც არის ამისთვის. გააკეთეთ, ნუ იფიქრებთ მიტოვების აი ამ თემაზე საერთოდ. მეც მინდა უპასუხო თქვენს კითხვას. მე ასე მარტივად არ დავაყენებდი საკითხს, როგორც ბატონმა ბორელმა განმარტა სტუდენტის და პროფესორის მაგალითზე. ჩვენ გაცილებით სერიოზულ და რთულ მოცემულობაში ვიმყოფებით. ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, არგუმენტი, ბატონ ჯოზეფ, არის შემდეგი. ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. შარშან მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს ბონუსად სტატუსი, ავანსად მიიღეს სტატუსი, ისე რომ მათ არ ჰქონდათ შესრულებული არც ერთი რეკომენდაცია და ჩვენ არ მივიღეთ სტატუსი. კითხვა არის აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი. ქართულებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა. ჩვენ არ ვეგუებთ უსამართლობას.
და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ის გადაწყვეტილება რომელსაც თქვენ მიიღებთ იყოს სამართლიანი. რაც შეეხება თუ რა გზავნილი იქნება ასეთ ვითარებაში, როცა არავინ არ იცის როგორ დასრულდება უკრაინაში ომი. არავინ არ იცის როდის დასრულდება და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. და როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში. ასეთ ვითარებაში მით უმეტეს თავარ არგუმენტს გავიმეორებ. მოლდოვას და უკრაინას ავანსად მიეცით სტატუსი. ჩვენ არ მოგვეცით სტატუსი შარშა. ასეთ ვითარებაში, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, არაპროგნოზირებად გარემოში. ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ნებისმიერი ნეგატიური მესიჯი იქნება პოზიტიური გზავნილი რუსეთისთვის. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ჩვენ აბსოლუტურად კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი არის რთული, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული დამოკიდებულება, მაგრამ ამავდროულად ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არ არის მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ვინაიდან კიდევ ვიმეორებ, მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში თქვენ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით იხმძვანელეთ. ასე რომ მე კიდევ ერთხელ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ თუ ჩვენ ნამდვილად გსურს პოლარიზაციის დასრულება ქვეყანაში და როგორც თქვენ ბრძანეთ, თუ თქვენ გსურთ ნამდვილად რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, რა თქმა უნდა მას დრო დასჭირდება, კიდევ უფრო მეტად დაახლოვდეს, მაშინ ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, რომელიც კიდევ ერთხელ ხმამაღლა და მკაფიოდ მინდა გავიმეორო. საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა უთხრა ბატონ ბორელს. მე მინდა მადლობა უთხრა მისი სამძიმრისთვის. მეც მინდა ჩვენი მთავრობის სახელით სამძიმარე უთხრა გურიაში გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახს, ეს ნამდვილად დიდი ტრაგედია. და კიდევ ერთხელ მე მინდა მადლობა გადაუხადო ბატონ ბორელს და მის დელეგაციას. თუ რაიმეს დამატება გსურთ, გთხოვთ. No, to thank you. არა, მე მხოლოდ მადლობის გადახდა მინდა. მადლობა მინდა თქვენ გადაგიხადოთ. ძალიან საინტერესო შეხვედრები გქონდა. ჩვენი დირექტორატის უფროსი დარჩებიან საქართველოში, გააგრძელებენ მუშაობას ჩემი გაფრენის შემდეგ და მე ეხლა გავემართები საზრო ზოლთან შევხვდები მონიტორინგის მისიის თანამშრომლებს და რუსეთს გაუხარდება ყველაფერი ცუდი თუ წარმატებული არ იქნება ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობა. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყველა ქვეყანა განსხვავებულია. ყველა ქვეყანას განსხვავებული პოლიტიკური, სოციო-ეკონომიკური და სხვა სიტუაცია გააჩნია. მინდა გარწმუნოთ, რომ და ქართველები მინდა ვარწმუნო, რომ ქართული ძალისხმევა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და რეფორმების მიმართულებით ძალისხმევა იქნება დაფასებული და ევროპული ინსტიტუტები და ყველა ის ანალიტიკური ანგარიში, რომელიც არის წარმოებული, ყველაში იქნება ეს აღნიშნული და ობიექტური გზით გაკეთებული. დიდი მადლობა. ეს იყო პირდაპირ